როგორც უკვე აღნიშნე, 20 ფინალისტი იღებს მონაწილეობას და საინტერესო ფაქტი არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები იღებენ მონაწილეობას. შვეიცარია, სლოვაკეთი, ალბანია და ესპანეთი. ამ ქვეყნებს შორის ჩამონათვალში არ არის საქართველო და აქამდე ჯერ არ გაჟღერებულა ქართველი არტისტის სახელი. თუმცა მე ვიმედოვნებ, იმედს ვიტოვრებ, რომ აუცილებლად საქართველოც იტყვის თავის სათქმელს. 20 ფინალისტიდან 11 შეირჩა სხვადასხვა ქვეყნიდან, 9 კი შეარჩია ორგანიზაციამ. აუცილებლად საქართველო მიიღებს მონაწილეობას მომავალ წლებში სან-მარინოს ფესტივალზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ძალიან ბევრ ადამიანს არ ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ სან-მარინოს ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყანას შეეძლო მონაწილეობა მიეღო და დღევანდელი რეპორტაჟი დაეხმარება მათ და ეს იქნება ერთგვარი ხიდი საქართველოსა და სან-მარინოს შორის. ახლა კი მე მინდა რომ გადავინაცვლო უკვე უშუალოდ სან-მარინოს ფესტივალზე, მოგესალმოთ თეატრიდან და გადავინაცვლოთ ამ ზღაპრულ მუსიკალურ ატმოსფეროში.